ვისაც ზღვისპირას დიდი ხანი გაუტარებია და მეთანხმება, რომ არის მასში რაღაც მისტიკური და ამოუცნობი. მე პირადად ჩემი ძლია საათობით ვიჯდე და უყურო ტალღებს, მიქცევებს და მოქცევებს. დავაკვირდე თუ როგორ გადაადგილდება ფერადი კენჭები ტალღების მიერ და როგორ იცვლება წყლისფერი განათების მიხედვით. თუ როგორ ყლაპავს მზეს ჰორიზონტი და როგორ ისვრის ჩამავალი მზე გაქრობამდე ბოლო წამს მკვეთრი მწვანე შუქის ტალღას. რა თქმა უნდა ცალკე დგას ტალღების მელოდია, რომელშიც თუ მოინდომებ ზღვის იდუმალი და შორეული წარსულის ხმებს გაიგონებ. ეს ხმები ზოგჯერ დაგამშვიდებს, ზოგჯერ კი შიშის ზარს მოგგვრის. ზღვას ხომ 100,000-ობით მსხვერპლი აქვს მიღებული არსებობის მანძილზე. ზღვა აკავშირებს და ზღვა ზღვარს უდებს. ზღვა საზღვარს ქმნის და საზღვრებს გარეთ გაქცევის საშუალებასაც გვაძლევს. ზღვაში დაირცა სიცოცხლის აკვანი, ზღვა გვაცოცხლებს და ზღვავე გვკლავს. ზღვა გვიზიდავს და ზღვა გვაშინებს. ზღვაზე ბევრი შეიძლება ვისაუბრო, მაგრამ დღეს მის მხოლოდ ერთ საკმაოდ მისტიკურ და ზოგჯერ შემაძრწუნებელ მხარეებს შევეხება. ეს გახლავთ ხომალდი მოჩვენებები, რომლებიც დღესაც მიაპობენ ოკეანეების ტალღებს, რომელთა აფრებს კვლავავსებენ ქარიშხლები, რომლებსაც დღემდე მართავენ საუკუნეების წინ გარდაცვლილი კაპიტნები და რომელთა გამოჩენაც უბედურების მაუწყებელია ყველასთვის, ვინც მას დაინახავს. გამარჯობა. ვისაც ჩემს ვიდეოებში შესავალი გაღიზიანებთ, სწორედ ასე დავიწყე მე დღევანდელი ვიდეო. სხვათა შორის, ვინც ასე ღიზიანდებით ხოლმე, შეგიძლიათ დროის კოდის მიხედვით გადაახვიოთ ეს ნაწილი და პირდაპირ თემიდან დაიწყოთ ხოლმე ყურება. სხვებს კი, მათ ვინც შესავალსაც უყურებს და ვიდეოს ბოლომდე, მე მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო პირველ რიგში იმ ყურადღების გამო, რომელიც მათ გამოიჩინეს ჩემს მიმართ. მე ძალიან მოკლედ გეტყვით, არაფერი სერიოზული, უბრალოდ გერმანელი ექიმები თავის დაზღვევის რეჟიმში გადავიდნენ და ცოტა ზედმეტი მოუვიდათ ანალიზების და პროცედურების ჩატარება. დანარჩენი ყველაფერი ნორმაშია, საბედნიეროდ, თუმცა ყველაფერი შეიძლება არ ყოფილიყო ნორმაში, იმიტომ რომ მე ძალიან დიდი ხანია ვარ მწეველი. მართალია ეს ბოლო ერთი კვირა აღარ მომიწევია და იმედი აღარ მოვწევ და თქვენც გირჩევთ მეგობრები, ვისაც არ დაგიწყიათ, არასდროს დაიწყოთ, ამაზე დიდ სისულელეს თქვენ ცხოვრებაში ვერ გააკეთებთ. რა თქმა უნდა, განსაკუთრებული მადლობა მათ, ვინც ფინანსურად ეხმარება ჩემ არხს. ეს ერთადერთი შემოსავლის წყარო არის არხისთვის და ჩემს მიერ გაწეული შრომის დასაფასებლად 1 ლარი იქნება თუ 100 ლარი, ამას არ აქვს მნიშვნელობა. ყველა თანხა მისასალმებელია და მე სტიმულს მაძლევს, რა თქმა უნდა, რომ ახალი საინტერესო ვიდეოები გავაკეთო და შემოგთავაზოთ. ახლა კი ჩვენს ძირითად თემას დავუბრუნდეთ. აფრიკანს ტაფელბაი, ანუ აფრიკის მაგიდის ყურე. აქ კეთილი იმედის კონცხთან სამხრეთ ატლანტიკის ცივი წყლები ინდოეთის ოკეანის თბილ წყლებს ეჯახება და წლის განმავლობაში თითქმის რაღაც 280-დან 300 დღემდე აქ ძალიან ძლიერი ზვირთცემა, ძალიან მაღალი ტალღებია. თვითონ ეგრეთ წოდებული მაგიდის მთა პირდაპირ წყლიდან ამოდის თითქოს და თითქმის 1000 მეტრის სიმაღლეზე ადის ზღვის დონიდან და იგი არის მაპროვოცირებელი ამ ადგილებში ჰაერის მასების გადაადგილების. სანამ სუეცის არხი გაიჭრებოდა მე-19 საუკუნის ბოლომდე, სწორედ კეთილი იმედის კონცხი გახლდათ ერთადერთი გზა ატლანტიკიდან ინდოეთის ოკეანემდე. ეს ადგილი მოფენილი არის დაღუპული გემებით. მხოლოდ ერთ ადგილას ყურეში შესასვლელთან დაივერებმა 300-მდე დაღუპული გემის კორპუსი აღმოაჩინეს. ოქტომბრიდან აპრილის დასაწყისამდე აქ უძლიერესი სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარი უბერავს და ялკნიან გემებს, რა თქმა უნდა, ძალიან უჭირდათ კეთილი იმედის კონცხის შემოვლა და შესვლა ინდოეთის ოკეანეში. ახლა გადმოვინაცვლოთ ჩრდილოეთისკენ, ჩემს
სამეზობლოში, ჩრდილოეთის ზღვის სანაპიროზე ბინადრობენ ფრიზები. ეს ასეთი ძველ გერმანული ჯგუფი არის, რომლებსაც აქვს თავიანთი ენა, თავიანთი გამორჩეული კულტურა. ფრიზები ბევრნი არ არიან, დღეს მხოლოდ 420,000 არის მათი რაოდენობა. აქედან 400,000 დღევანდელი ნიდერლანდების ტერიტორიაზე ცხოვრობს, 20,000 გერმანიის. ძალიან განსხვავებული გარეგნობა აქვს, სხვათაშორის არიან ძალიან მაღლები, საშუალო სიმაღლე მათი არის ქალებისაც და მამაკაცებისაც 1.80 მ მეტი. არიან გამხდარები, მაგრამ ძალიან დაკუნთულები. ქერა და ცისფერთვალება, მწვანე თვალება და ისინი გამოირჩევიან სხვათაშორის განსაკუთრებული ჯანმრთელობით და ასევე სიცოცხლის განსაკუთრებული ხანგრძლივობით. როგორც ვარაუდობენ, ეს პირდაპირ კავშირშია მათ დიეტასთან. ფრიზები ძირითადად იკვებებიან ოკეანის ნობათით, ეს იქნება კიბორჩხალები, ხამანწკები და რა თქმა უნდა თევზი. ფრიზები განსაკუთრებული პატივისცემით ეპყრობოდნენ ყოველთვის ზღვას, ისინი იყვნენ ოდითგანვე კარგი მეზღვაურები, კარგი გემთმშენებლები და ეგზოტიკურ ქვეყნებში მოგზაურობის საკმაოდ კარგი გამოცდილება ჰქონდათ. აი ნიდერლანდები რომ ერთი პერიოდი თითქმის ყველა ოკეანეში ფლობდა კოლონიებს, სწორედ ფრიზების დამსახურებაც იყო დიდწილად. ამ ხანგრძლივი მოგზაურობებიდან მათ ჩამოჰქონდათ სანელებლები, რომლებიც ზოგჯერ ოქროსზე უფრო ზიარად ფასობდა ევროპაში. 1497 წელს პორტუგალიელმა კაპიტანმა ვასკო და გამამ აფრიკის შემოვლითი საზღვაო გზა დაადგინა და სწორედ ეს გახლდათ ის გზა, რომელზეც მე უკვე ვისაუბრე, ანუ კეთილი იმედის კონცხის გავლით. და სწრაფი გამდიდრების მოყვარული 1000 ჯურის ავანტიურისტი დაიძრა ინდოეთისკენ და ასევე ინდონეზიის და პაპუა-ახალი გვინეის, ახალი ზელანდიის კუნძულებისკენ. იქედან ჩამოტანილ სანელებლებს და ქსოვილებს და სამკაულებს არნახული ფასიედო ევროპაში და საკმარისი იყო მხოლოდ ერთი ექსპედიციაც კი, წარმატებული ექსპედიცია, რომ ადამიანს მთელი ცხოვრების განმავლობაში უზრუნველად ეცხოვრა. როცა ასეთ სწრაფი გამდიდრების საშუალება აღმოჩნდა, რა თქმა უნდა, ფრიზიელებმაც მიაშურეს ამ გზას და 1678 წელს გამოჩნდა ასეთი ფრისლანდიელი კაპიტანი ბერენდ ფოკე, რომელმაც ააშენა ძალიან მკვიდრი გემი, აიყვანა ძალიან გამოცდილი ეკიპაჟი და დაიძრა მოლუკის კუნძულებისკენ. ეს მოლუკის არქიპელაგი გახლავთ ინდონეზიასა და ახალ გვინეას შორის არსებული კუნძულების გროვა, რომელიც განუმეორებელი სანელებლებით გამოირჩევა. აქედან ევროპაში ჩამოჰქონდათ ჯაოზი, იგივე მუსკატის კაკალი, მიხაკი, დარეჩინი, ვანილი და ამიტომ მათ სანელებლების არქიპელაგს ან ვანილის არქიპელაგსაც უწოდებდნენ. ასე თუ ისე ფოკემ ნიდერლანდებიდან მოლუკამდე და უკან წარმოუდგენლად სწრაფად იარა. მან ეს კოლოსალური მანძილი დაფარა 3 თვესა და 3 დღეში. მეორე მოგზაურობას მან მოანდომა 2 კვირით ნაკლები, მესამე მხოლოდ 2 თვისა და 2 კვირის განმავლობაში გაგრძელდა, რაც წარმოუდგენელი იყო მაშინ, როცა 6 და 7 თვე უნდებოდნენ სხვები და მეზღვაურებში გაჩნდა ჭორი, რომ ფოკე თვით ეშმაკთან არის გარიგებული. ფოკე საკმაოდ ოინბაზი ტიპი იყო, როგორც და დაადასტურა, რომ კიო, მე ეშმაკს გავურიგდიო, ერთხელო ძლიერი შტორმი იყო და ვერაფრით ვერ გავდიოდიო აი ამ მონაკვეთსო, რომელიც კეთილი იმედის კონცხთან იყო და უცებო შავებში გამოწყობილი მართალი კაცი გაჩნდაო ჩემს გვერდითო, მასო წმინდა ელმის ცეცხლები ახლდა თანო ხელებზე და კაპიშონიდან ასდიოდო ეს ცეცხლიო და ანუ ესეთი მე არამიწიერი ხმითო მითხრაო, რომ მე გაგატარებ ოღონდ შენი სული მე უნდა ჩამბარდეს, როცა მოკვდებიო და მე რა თქმა უნდა იმ მომენტში სხვა გზა არ მქონდაო და თანხმობა უთხარიო. ნუ შემდეგ მან თქვა, რომ არა ვიღაც ეთყობა, მე ძალიან გადაღლილი ვიყავიო და იმას საჭესთან დამეძინაო და საჭესთან დაეძინა. გემი საჭესზე საუბარი რა თქმა უნდა. და მომელანდაო, ნუ მოკლედ ასეა თუ ისე, სანამ ეს მეზღვაურები აი ამ ლუციფერის და აი ამ ბოდვებით ერთობოდნენ, თვითონ ფოკე დაკროდა აკეთიკეთ და ძალიან დიდ ფულს აკეთებდა. მე წმინდა ელმის ცეცხლი ვახსენე და ეს წმინდა ელმის ცეცხლი მართლაც არსებობს.
ძალიან საინტერესო მოვლენაა, მეც მაქვს იგი ნანახი, ოღონდ არა ზღვაზე, არამედ უდაბნოში და გამოიხატება რაში? ძლიერი ჭექა-ქუხილის დროს ან ძლიერი ქვიშის ქარიშხლის დროს ჰაერი დაელექტროებული ხდება. ამ დაელექტროებულ ჰაერში იმდენი მუხტია დაგროვილი, რომ ნებისმიერი საგანი რომ აიღოთ თქვენ წაწვეტებული ფორმის, მის ბოლოში ესეთი კაცანის ხმას გაიგონებთ და ცისფერი ალიც გაჩნდება, რომელიც სხვაიშორის არ წვავს. მეზღვაურები და ძალიან უხაროდათ, როცა ეს ელმი გამოჩნდებოდა, იმიტომ რომ ეს ნიშნავდა, რომ ჭექა-ქუხილი უკვე მინერლებისკენ მიდიოდა. ისე წმინდა ელმის ცეცხლით თქვენ შეგიძლიათ გამოიწვიოთ, მაგალითად თუ სინთეტურ ჯემს გაიხდით სიბნელეში და ქვემოდანაც სინთეტური გეცმებათ, თქვენ ნახავთ, რომ კაცატყუცის ხმასაც გაიგონებთ, პატარ-პატარა ნათებებსაც და ამ დროს თქვენ თუ ხელს დაადებთ რამეს, რკინის საგანს, საკმაოდ ძლიერ განმუხტვასაც იგრძნოთ, ანუ თქვენ სტატიკური ენერგია იმდენი იქნება თქვენში დაგროვილი, რომ აი ამ რკინის საგანსა და თქვენ თითს შორის აი ეს წმინდა ელმის ცეცხლი სინამდვილეში კი ჩვეულებრივი განმუხტვა წარმოიქმნება. კვლავ დაუბრუნდეთ ჩვენს ეშმაკზე სულ მიყიდულ კაპიტან ფოკეს. როცა მისი გემი შეისწავლეს, აღმოჩნდა, რომ ლუციფერი და Deep State თავის გლობალური დაშტერების პარტიასთან ერთად არაფერ შუაშია და სინამდვილე ძალიან პროზაულია. ფოკერ გამოცდილი მეზღვაური იყო და როდესაც მან ნახა თუ რა ხდებოდა კეთილი იმედის კონცხზე და ხდებოდა რა, როდესაც საპირისპირო ქარი უბერავდა, აფრიანი გემები, რა თქმა უნდა, აფრებს დაუშვებდნენ იმის შიშით, რომ ქარს არ გადაეტეხა ანძა. ფოკემ გააკეთა ასეთი რამ, ხის ანძები შეცვალა რკინის ბოძებით, მან შეუცვალა ფორმა თვითონ აფრას და როდესაც საპირისპირო ქარი უბერავდა, მას შეეძლო აფრა ისე მიექცია ქარისკენ, რომ ეს საპირისპირო ქარი ზურგის ქარად გადაქცეულიყო და სწორედ ამით აღწევდა იგი ესეთ გასაოცარ სისწრაფეს. და სანამ მისი კონკურენტები აი ბოდვებით ერთობოდნენ, იგი წარმატებით დაქროდა მალუკის არქიპელაგსა და ევროპას შორის და წარმოუდგენლად მდიდრდებოდა. მოკლედ, ყველაფერი კარგად მიდის და უეცრად 1685 წელს ფოკე თავის ლეგენდარულ გემთან ერთად სადღაც გზოუკლოდ ქრება. თან ეს მისი ბოლო და ყველაზე მომგებიანი მგზავრობა უნდა ყოფილიყო, საქმე იმაშია, რომ მან ძალიან ბევრი კუნძული მოიარა არქიპელაგის, შეკრიბა ძალიან დიდი რაოდენობით სანელებლები, ტრიუმები გააავსო ქსოვილებით, სასარგებლო მინერალებით და ევროპისკენ დაიძრა. დაიძრა და გაქრა. სამჭაყლაპა თუ ოკეანემ არავინ იცის. ფოკე თავისი პერიოდისთვის საკმაოდ პოპულარული პიროვნება იყო, იგი ერთგვარი ინფლუენსერიც გახლდათ და ამიტომ მის შესახებ ძალიან ბევრი რამ დაიწერა იმდროინდელ პრესაში. გემი ქრება, მაგრამ როგორც აღმოჩნდება, არც თუ ისე უკვალოდ. გადის 5 წელი და ბრიტანული სამხედრო გემი ბრისტოლი მადაგასკართან ახლოს ხედავს მისკენ მთელი სისრაფით მომავალ შავ ხის გემს. გემის ცხვირზე კარგად ჩანს კაპიტანი, უпроსორად ის, რაც კაპიტნისგან არის დარჩენილი, რომელიც გახვეული არის ძონძებში, საშინელი სანახაობაა და გემბანზე ასევე რამდენიმე ათეული მეზღვაური დალასლასებს. ისინიც ძონძებში არიან, ეს დაფლეთილ ტანსაცმელში არიან გამოწყობილები და ყველაზე მთავარ ანძაზე ჰოლანდიის, ნიდერლანდების დაფლეთილი ასევე დროშა ფრიალებს. ის არის, რომ გემი უნდა შეეჯახოს ბრისტოლს, ბოლო წამში გემი ააცილებს ბრიტანულ გემს და ძალიან სწრაფად ჰორიზონტს მიღმა გადაიკარგება. როგორც კი გაქრება გემი, მომენტალურად იწყება უძლიერესი შტორმი და ინგლისელთა გემი სხვაჯერით ძლივს ახერხებს უახლოეს ყურეში, რომ შეაფაროს თავი. გემის კაპიტანს საზღვაო ჟურნალში შეაქვს ეს შემთხვევა და დაწვრილებით აღწერს აი უცნაური გემის ტაკელაჟს, ანუ აფრების და სავალი ნაწილის აღჭურვილობას. მის წყალწყვას, კაპიტნის და მეზღვაურების ჩაცმულობასაც კი და როდესაც ჩანაწერები ფართო პუბლიკისთვის ხდება ცნობილი, ისინი კაპიტანში და გემში ამოიცნობენ სწორედ ბერენდ ფოკეს და მის სწრაფმავალ გემს,
რომლის შესახებაც უკვე როგორც გითხარით 5 წელია არავის არაფერი სმენია. და გემს რადგან მას სახელი არ ქვიოდა სხვათა შორის ძალიან საინტერესო მოვლენაა თვითონ გემ ნაოსნობის ისტორიაში, იმიტომ რომ სახელს ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ მეზღვაურები. ფოკემ თავის გემს სახელი არ დაარქვა. და ამიტომ მას დაარქვეს Fliegende Holländer. ანუ ფრინავი ჰოლანდიელი. რადგან ფოკე პრიზიელი ნიდერლანდების მოქალაქე იყო და ნიდერლანდები მოგხსენებათ იგივე ჰოლანდია. ამის შემდეგ ფრინავი ჰოლანდიელი თავის კაპიტანთან ერთად კარგახნით ქრება. გადის 50 წელი, რა თქმა უნდა, ფრინავი ჰოლანდიელი ყველას მიავიწყდა. პორტუგალიური გემიდან მოდის ცნობა, რომ მათ იხილეს იდუმალი შავი ფერის ხის საკმაოდ ძველი გემი და იხილეს არამხოლოდ გემი, არამედ მათ ეკიპაჟსაც კი გაესაუბრნენ თითქოს. ეს გემი პორტუგალიელების ხომალდის გვერდით უცებ აღმოჩნდა, მეზღვაურები ამბობენ, რომ თითქოს არსაიდან ამოიზიდაო. ხომალდის ცხვირზე იყო დიდი ზომის საჭე, რომელსაც ჩაფრენოდა კაპიტანი, უბრალოდ ისევ ის, რაც კაპიტნისგან იყო დარჩენილი, ფაქტიურად ეს იყო ჩონჩხი, რომელსაც უბრალოდ დაფლეთილი ტანსაცმელი ეცვა, ასეთივე ჩონჩხები დაბოდიალობდნენ თვითონ გემბანზე და კაპიტანს თვალბუდეები თავის ქალადან მიყრობილი ჰქონდა ზეცისკენ თითქოს. რაღაც მომენტში პორტუგალიელებმა ანიშნეს საზღვაო ნიშნების მიხედვით და საშუალებით, რომ გემი გაჩერებულიყო და გემი გაჩერდა კიდეც. გაჩერდა და ფრინავი ჰოლანდიელიდან და ეს ალბათ ეს გემი იყო, სწორედ ჩამოუშვეს ნავი. ნავს მართავს ძალიან უცნაური მეზღვაური, რომელსაც დურბინით უყურებენ და იგი ხან ქრება, ხან გამოჩნდება, ხან ქრება, ხან გამოჩნდება. თან ნიჩბებიც არ აქვს ამ ნავს. თავისით მოდის პორტუგალიელების გემისკენ. პორტუგალიელებიც თავისი მხრივ ჩაუშვებენ ნავს და მის შესახვედრად გაუშვებენ. როდესაც მიუახლოვდებიან შავი გემის ნავს, აღმოჩნდება, რომ შიგნით მეზღვაური არ არის, მაგრამ სამაგიეროდ არის დიდი დასტა წერილებისა და ამ წერილებზე ზემოდან დევს დიდი წერილი, რომელშიც ასეთი რამ წერია. ეს წერილები ადრესატებს წაუღეთ და უთხარით, რომ ჩვენი სულებისთვის ილოცონ. კაპიტანმა სამუდამო სატანჯველისთვის გაგწირა. მას სახლში სწრაფად დაბრუნება სურდა, გზად კი ძლიერი ქარიშხალი გადაგვეღობა, რომელიც ძალიან გვიფერხებდა წინსვლას. მაშინ განრისხებულმა კაპიტანმა ზეცა შესძახა. წეულიმც ვიყო სამუდამოდ, თუ ვერ გაჯობოო. მეორე დღეს ჩვენი გემი ჩაიძირა და ყველა დავიხრჩვით. ამის შემდგომ კი გემი კვლავ ამოტივტივდა ოკეანის ზედაპირზე, ჩვენ არც ცოცხლები ვართ, არც მკვდრები და უკვე 10 წლეულებია ასე ვიტანჯებით. ოკეანიდან ოკეანებს სერავთ და დასასრული არ უჩანს ჩვენს მუდმივ მოგზაურობას. კაპიტანს ყოველ 7 წელიწადში ერთხელ ეძლევა შანსი, რათა სამუდამო სასჯელი ჩამოხსნას. მას ამ 7 წელიწადში ერთხელ ერთ-ერთი საიდუმლო კუნძულის პორტში ხმელეთზე ჩამოსვლის ნებართვას აძლევს მამაზეციერი. აქ იგი ახალგაზრდა გოგონას უნდა შეუყვარდეს, ძალიან უანგაროდ და ისე რომ მასთან ერთად გადაწყვიტოს ზეცაში ასვლა. ეს რა თქმა უნდა ფუჭი ოცნებაა, ამიტომ მხოლოდ ჩვენი ახლობლების ლოცვის იმედად ვართ დარჩენილები. გვიშველეთ. როცა პორტუგალიელებმა ეს წერილი წაიკითხეს, მათ შემზარავი გემის კაპიტანთან გადაწყვიტეს, რა თქმა უნდა, დალაპარაკება და გემი მისკენ წაიყვანეს. ფრინავ ჰოლანდიელზე ჩოჩქოლი ატყდა, ძონძებში გამოწყობილმა აჭრდილებმა აქეთ-იქეთ დაიწყეს სირბილი, აფრები უცებ გაიშალა, გაიბერა ქარისგან, ჰოლანდიელმა აკრიფა საოცარი სისწრაფე და ჰორიზონტს იქეთ გადაიკარგა. ამის შემდეგ დაიწყო უძლიერესი ქარიშხალი, რომელიც რამდენიმე წუთს გაგრძელდა და შემდეგ ჩადგა. მაგრამ ეს ქარიშხალი საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ მთლიანად გადაერეცხა და დაეკარგა წერილები. მხოლოდ ერთი წერილი გადარჩა, რომელიც დიდ ანძაზე ვიღაცას მიეჭედებინა და ამ წერილში მისამართები იყო ჩამოთვლილი იმ ხალხისა, თუ ვისთვის იყო განკუთვნილი ის დანარჩენი წერილები. როდესაც ხმელეთზე ჩაიტანეს იგი,
და გადაამოწმეს ის ხალხი, რომლისთვისაც იყო ისევ მეორე განკუთვნილი, ის დასტა წერილებისა, აღმოჩნდა, რომ ეს ხალხი კარგახნის გარდაცვლილია, რა თქმა უნდა. 1821 წელს ედინბურგის ჟურნალ ბლეკვუდში დაიბეჭდა სტატია თვითმხილველისა, რომელიც მოხვდა მფრინავი ჰოლანდიელის გემბანზე, ესაუბრა კაპიტანს და კაპიტანმა უთხრა, რომ მე არანაირი ბერენდ ფოკე არა ვარ, მე გახლავართ ჰოლანდიელი ვაჭარი ვანდერ დეკენი, მეო დაწყევლილი ვარო სამუდამოდ ღმერთის მიერო, იმიტომ რომ მინდოდა გადამელახა კეთილი იმედის კონცხი, მე არ მაძლევდა საშუალებას ქარი რომ ეს გამეკეთებინა და მაშინ თქვი რომ დაე ბოლომდე დავრჩე სხვაში, მაგრამ მე ამას მოვახერხებ, ანუ მაინც მივალ ინდოეთამდეო და აი ასე დღეში ვარ ჩავარდნილი, ვერც ინდოეთამდე მივედი და თელი ჩემი ცხოვრება თუ სიკვდილის მერე თუ სიკვდილამდე აი ეს ოკეანეში უნდა გავატარო. ამის შემდეგ სხვადასხვა ფრინავი ჰოლანდიელი ხშირად უნახავთ სხვადასხვა წყლებში და სხვადასხვა წლებში და თუ აქამდე ნახსენები ისტორიები ესეთ ზღაპრებს წააგავდა, ახლა ოფიციალურად დადასტურებულ ამბებს მოგიყვებით, რომლებიც არანაკლებ საინტერესოა ვიდრე ის ზღაპრები. 1823 წელი გემი ლევენი, კაპიტანი უილიამ ოუენი და გემი სამხრეთ აფრიკის საიმონსის ყურესში შედის და მისგან საზღვაო მილის მანძილზე დაახლოებით 4 კილომეტრია ხედავს შავი ფერის ძალიან დიდი ზომის გემს, რომელიც თითქოს წყლის ზედაპირზე ოდნავ მაღლა არის აწეული, ანუ თითქოს ჰაერში კიდია. გემზე ერთადერთი მეზღვაურია და ეს მეზღვაური არის კაპიტანი. კაპიტანს ხელში ცალი ხელით უკავია საჭე, ხოლო მეორეში ძალიან დიდი დასტა წერილებისა და აქნევს თითქოს აჩვენებს ლევენის კაპიტანს, რომ გამომართვით ეს წერილებიო. ლევენი გზას იღებს ჰოლანდიელისკენ, ჩავთვალოთ რომ იგი ჰოლანდიელია და რომ და მიუახლოვდეს, უცებ ჰოლანდიელი ჰაერში აიწევა, ლევენს გადაუფრენს და მოწითალო ფერის ათინაც დატოვებს, თვითონ კი ჰორიზონტს მიღმა გადაიკარგება. იმავე საღამოს ლევენის ეკიპაჟის 6 წევრი საკვებში შემთხვევით მოხვედრილი შხამიანი თევზის ჭამის შემდეგ იწამლება და 5 აქედან იღუპება. 1857 წლის 23 თებერვალი კუნძულ ტრისტან და კუნიასთან ბრიტანული გემი ჯოზეფ სომერსი კვლავ შავი ფერის ხის გიგანტურ გემს ხვდება, რომელზეც ძონძებში ჩაცმულ ეკიპაჟს და კაპიტანს ხედავს. მეზღვაურები შველას ითხოვენ, მაგრამ ამ დროს სომერსზე იწყება ძალიან ძლიერი ხანძარი. რამდენიმე მეზღვაური დაიღუპება, ცეცხლს ჩააქრობენ და როდესაც უკან მოიხედავენ, გემი გამქრალია. კიდევ ერთი შემთხვევა, რომელზეც მე მინდა ცოტა დაწვრილებით და დიდხანს გავჩერდე. 1864 წელი მენის შტატის საპორტო ქალაქ კენებეკის ვერფებზე, ანუ გემსაშენზე ჩამოდის გემი, რომელსაც სახელად ჰქვია გრანტი, ეს გახლავთ სამგზავრო სატვირთო გემი, 28 თებერვალს კაპიტან ლაფლინის ხელმძღვანელობით გენერალ გრანტი ბოსტონიდან გადის და გეს იღებს ავსტრალიის მელბურნისკენ. მეორე დღეს გემს თავს ატყდება უძლიერესი შტორმი და კაპიტნის პირველი თანაშემწე იღუპება. უпростоრად უგზო-უკლოდ ქრება და როგორც მეზღვაურები მოგესწრებათ საკმაოდ ცუმორწმუნე კი არა და ეს სიმბოლოებს აქცევენ ყურადღებას, მეზღვაურები თქვენ რომ ძალიან ცუდი ნიშანია, მაგრამ კაპიტანი გაატარებს ამას და გზას გააგრძელებს. მომდევნო 65 დღის განმავლობაში ყველაფერი ნორმალურად მიდის და თქვენ წარმოიდგინეთ, რომ კეთილი იმედის კონცხიც კი მათ ადვილად გადალახეს. მელბურნში ჩავიდნენ. მელბურნში მათ რამდენიმე თვე გაატარეს და 1866 წლის 4 მაისს გრანტმა მელბურნის პორტი დატოვა და ლონდონისკენ აიღო გეზი. გემზე იმყოფებოდა 25 ეკიპაჟის წევრი და 58 მგზავრი. მათ შორის იყო 6 ქალი და 20 ბავშვი მგზავრებს შორის და ასევე გემს გადაჰქონდა 150 კილოგრამამდე ოქრო და 500 კილოგრამამდე ვერცხლი. სხვათა შორის აი მგზავრების რიცხვში იყვნენ ის ადამიანები, რომლებიც თავის დროზე წავიდნენ ავსტრალიაში ოქროს
სარეწად მათ მოაგროვეს საკმარისი რაოდენობის ოქრო და უკვე ინგლისში ბრუნდებოდნენ. ასევე გემზე იყო 10 ტონა ცინკი. ამ ცინკს ძალიან საინტერესო ისტორია აქვს, იმიტომ რომ იგი უნდა დაეტვირთათ თავიდან სხვა გემზე და დატვირთვის დროს გემი ჩაიძირა. შემდეგ უნდა დაეტვირთათ მეორე გემზე, რომელმაც პორტამდე ვერ მიაღწია და გზაში გაქრა. გრანტის ეკიპაჟმა გადაწყვიტა, რომ ეს 10 ტონა ცინკი რაღაცნაირად ბოლო-ბოლო წაეღოთ ინგლისში. და არის ასეთი თქმულება, რომ ადგილობრივმა შამანმა, ანუ აბორიგენების შამანმა თქვა, რომ ეს თეთრი ბრჭყვიალა მეტალი კი არ არის, სინამდვილეში იგი ყვითელია და ამიტომ იგი ვერაზრო ჩავა ინგლისამდე. ასეა თუ ისე გავაგრძელოთ თხრობა. პირველი 6 დღე 7 ამინდია გრანტი წინ მიიწევს, კარგი სვლა აქვს მას და მე-7 დღეს კაპიტანს ატყობინებენ, რომ მარჯვენა ბორტიდან დაახლოებით 1 საზღვაო მილის, ანუ 1700-1800 მეტრის მოშორებით შავი ფერის გიგანტური ხომალდი ჩანს. მას ღუზა აქვს ჩაშვებული და როცა დურბინით შეხედავენ, მასზე ფრიალებს დაფლეთილი დროშა, რომელიც ამოიცნობენ ნიდერლანდების დროშას, ხოლო თვითონ პალუბაზე, გემბანზე უბრალოდ ვიღაცებს ხედავენ, მოძრაობენ, მაგრამ იმდენად გაურკვეველი სილუეტები ან ადამიანები კი არიან, მაგრამ რა აცვიათ, ვინ არიან, რას არ მოადგენენ, რა ეროვნების არიან, ეს არაფერი ჩანს. დააფიქსირებენ ასევე, რომ გემის გვერდით არის პატარა ნავი ჩაშვებული. ქარი როდესაც დაუბერავს ხოლმე გემიდან, იქედან ისმის ხან ბავშვების ტირილის ხმა, ხან საშინელი შემზარავი სიცილის ხარხარის ხმა და ასევე ეკლესიის ზარების რეკვაც მოესმით. ეს ყველაფერი აღრიცხული არის ჟურნალში, რომელსაც კაპიტანი აწარმოებს. გრანტის კაპიტანი გასცემ ბრძანებას, რომ მიუახლოვდეთ გემს, ალბათ რაღაცა უჭირს ამ ხალხს და დაიძრებიან თუ არა გემისკენ, მომენტალურად ამოვარდება უძლიერესი ქარი და შავი გემით თვითონ აიღებს გესს ინგლისელების გემისკენ. იგი მიუახლოვდება მას, თითქოს შეერწყმება გრანტს და გაქრება. პარალელურად ჩამოწვება რძისებური ნისლი და ამ ნისლში არის გრანტი გახვეული რაღაც პერიოდის განმავლობაში და როდესაც ნისლი გაიფანტება 2-3 საათში აღმოჩნდება, რომ ისინი სულ სხვა ადგილას არიან, ეგრეთ წოდებულ ოკლენდის არქიპელაგთან, ოკლენდის კუნძულებთან. და მის მთავარ კუნძულთან ეს გახლავთ მოტუ მოხე ადგილობრივების ენაზე და იგი წარმოადგენს წყალქვეშა ვულკანის წვერს. და დაღარული არის გიგანტური მღვიმეებით. სწორედ ერთ-ერთი ასეთი მღვიმისკენ იღებს გესს გემი. იღებს გესს იმით კი არა, რომ იქეთ მიმართეს, არა, თითქოს როგორც ტვერსასრუტი, ისე ეკაჩება წყალი მღვიმისკენ აი ამ გემს, ყველაფერს ჩალიჩობს კაპიტანი, რომ რაღაცნაირად აარიდოს თავი ამ მღვიმეში მოხვედრას, მაგრამ სრული უქარო ამინდია, ამიტომ იგი აფრებს ვერ იყენებს და გემი შეისრუტება ამ მღვიმის მიერ და გაეჭედება მაშინ მღვიმე ძალიან მაღალი არ არის და ანძა გაჭედავს მას. იწყება მოქცევა, ანუ ზღვის აწევა. ანძა გაჭედილია მღვიმის ჭერსა და გემს შორის და როდესაც აწევა ხდება წყლის, ანძა უბრალოდ ჩაამტვრევს გემბანს და თვითონ გემი იწყებს წყლით გავსებას. რა თქმა უნდა, ამ დროს ხალხმა თავი უნდა გადაირჩინოს და უშვებენ ორ ნავს. ერთში არის კაპიტანი და 4 მისი თანაშემწე, ხოლო მეორე ნავში არის 40 გზავრი. ერთი ნავიც და მეორე ნავიც, როგორც კი ჩაიხსნებიან გემს თოკებიდან, მომენტალურად სადღაცა მიაქანებთ მათ დინება და ქრებიან და ძალიან დიდი ხნის განმავლობაში გემზე დარჩენილებს ესმით შემზარავი ყვირილი სადღაცა უკუნეთიდან, რა თქმა უნდა, იქამდე ვერავინ ვერ მიდის და ესენიც 15 ადამიანია სულ დარჩენილი გემბანზე, ისინი გადაწყვეტენ, რომ ნავით აღარ გადავიდნენ და უბრალოდ ფეხით გადავიდნენ აი კლდეებზე და კლდეების გაყოლებით შემდეგ გავიდნენ სამშვიდობოს და ასეც გააკეთებენ. 15 ადამიანი გადარჩება, მათ აღმოაჩნდებათ ასანთი ერთ-ერთს სხვათა შორის, შემდეგ გემი დაიშლება, მეორე მესამე დღეს უკვე იგი მთლიანად დაშლილია და უკვე ნაპირზე გამოიტანს ფიცრებს
და პარალელურად გამოიტანს ასევე კარტოფილით სავსე ტომარას და სრულიად სასწაულებრივად გადარჩენილ გოჭებს გამორიყავს. და ის 2 წელი, რომელიც მოუწევთ აი ამ ხალხს აი ამ კუნძულზე დაუსახლებელ და სრულიად პარტახ კუნძულზე ყოფნა, სწორედ ამ კარტოფილით, იმიტომ რომ კი არ შეჭამენ, არამედ დათესავენ ამ კარტოფილს და მოსავალს მოიყვანენ, გოჭებსაც ყველას არ შეჭამენ, რა თქმა უნდა, მათ მოამრავლებენ და გადარჩენილებს შორის არის სტიუარტი ქალი სახელად მერი და მისი ქმარი ჯოზეფი. ჯოელები არიან ისინი გვარად და მერი გამოდგება ძალიან ქვიანი და მოხერხებული ქალი, იგი ამ კუნძულზე გავრცელებული ფრინველების ნისკარტებისგან აკეთებს ნემსებს, იჭერს სხვადასხვა ფრინველებს, მათი ნაწლავებიდან აკეთებს ძაფებს, ნადირობენ მამაკაცების სელაპებზე და სელაპის ტყავიდან კერავს ძალიან კარგ ტანსაცმელს და თქვენ აი ამ ნახატზე ხედავთ მერის და მის ქმარს გამოწყობილ სელაპის ტყავის ტანსაცმელში. 8 თვის თავზე 4 თავზე ხელაღებული პატარა ტივს შეკრავს და ჩვენო წავედით აქედან აღარ შეგვიძლია შევიშალეთ ამდენი გოჭის და კარტოფილის ჭამითო, შეკრავენ ტივს და გადიან ზღვაში, გადიან და უყალოდ ქრებიან. გადის 1 წელი და რამდენიმე თვე და კუნძულელებს უკვე შეამჩნევს ერთ-ერთი გემი და იგი გადაარჩენს მათ. როგორც ამბობენ ჟიულ ვერნის საოცარი რომანი, რომელიც მე ძალიან მიყვარს, საიდუმლო კუნძული, სწორედ ამ ისტორიითაა შთაგონებული და გახსოვთ შამანის წინასწარმეტყველება. თეთრი მეტალი სინამდვილეში ყვითელიაო და ინგლისამდე ვერ ჩააღწევს, მართლაც ვერ ჩააღწია და საგაზეთო სტატიებში გამოჩნდა ცნობა, რომ ეს 10 ტონა ცინკი კი არ არის, სინამდვილეში არის ოქრო, რომელიც ცინკად არის გასაღებული. და 1870 წლიდან დღევანდლობამდე 26 სპეციალური დიდი ექსპედიცია მოეწყო და ჩატარდა ამ სიმდიდრეების საპოვნელად, მაგრამ ამაოდ ოქრო ეშმაკმა წაიღო თუ მასთან შეკრულმა ფოკემ დღემდე უცნობია. კიდევ ერთი ძალიან საინტერესო და ალბათ ძალიან სავარაუდოდ დოკუმენტირებული შემთხვევა. 1891 წელია 11 ივნის ბრიტანული საზღვაო ძალების ბრიგი, ანუ სამანძიანი გემი ინკონსტანტი მელბურნიდან სიდნეისკენ მიემგზავრება. ხომალდზე ბრიტანეთის 2 დიდგვაროვანი, 2 სამეფო სისხლის მქონე პრინცი არის, ეს გახლავთ პრინცი ალბერტი და პრინცი გეორგი, რომელიც რამდენიმე წელიწადში ბრიტანეთის იმპერიის იმპერატორი გახდება, იგივე გეორგ მეხუთე. სწორედ მომავალი იმპერატორის დღიურებიდან ჩვენ ვიცით ასეთი რამ. პრინცი გეორგი წერს: 11 ივნის დილის 4 საათზე ბასის სრუტეში გასვლისას მფრინავ ჰოლანდიელს გადავეყარეთ. პირდაპირ ასე წერს. იგი დაახლოებით 200 მეტრში მოგვიახლოვდა მარჯვენა მხრიდან, ხომალდს იდუმალი წითელი ნათება ახლდა თან, კარგად ჩანდა ანძები, რანგოუტი და აფრები. ჩვენ იმ მხარეს გავიქეცით, საიდანაც გემი გვიახლოვდებოდა. ჩვენ მას მკვეთრად ვერ ხედავდით მანამ, სანამ მარჯვენა ბორტზე არ მოვქუჩდით. ამის შემდეგ 13 მოწმის თვალწინ გემი კიდევ უფრო მოგვიახლოვდა, იმდენად რომ მასზე ადამიანის სახეებს, ანუ იმას, რაც ამ სახეებისგან დარჩა მკაფიოდ ხედავდით. ამის შემდეგ თელმა ამ შემზარავმა კომპოზიციამ დნობა დაიწყო და ჰაერში გაიფანტა. იმავე წამს გამყინავი ხმა მომესმა. ფოკ ანძიდან, ძირითადი ანძა გახლავთ, ის მეზღვაური ჩამოვარდა, რომელმაც პირველმა დაინახა ხომალდი მოჩვენება. საწყალი ბიჭის გადარჩენა ვერ მოახერხეთ. დავამატებ, რომ ამ ამბიდან 3 დღის შემდეგ ხომალდზე გაჩნდა ტიფის ეპიდემია, რომელმაც ეკიპაჟის რამდენიმე წევრი იმსხვერპლა. 1911 წელი შოტლანდიური ვეშაპტმჩერი გემი ორკნეის ლამაზმანი. იგი ისლანდიასთან ახლოს მოძრაობს, ეძებს საკბილოს და კვლავ მარჯვენა ბორტის მხრიდან იგი ხედავს მფრინავ ჰოლანდიელს, გიგანტურ შავ ხის გემს და გემი აჩრდილიდან ზარების რეკვა ისმის და ასევე ისმის ბავშვის ტირილის ხმა. 3 წლის შემდეგ ორკნეის ლამაზმანი გახდება პირველი გემი ისტორიაში, რომელსაც წყალქვეშა ნავი ჩაძირავს და ეს სწორედ
პირველი მსოფლიო ომის დროს მოხდება, როდესაც მას ტორპედოს ესვრის გერმანული წყალქვეშა ნავი. 1942 წლის 3 აგვისტოს კეიპტაუნთან ახლოს სამხრეთ აფრიკაში ბრიტანული სამხედრო საზღვაო ძალების გემი ჯუბილეს ხვდება ჩვენი ჰოლანდიელი, კვლავ მარჯვენა ბორტი, კვლავ მოწითალო ნათება და ამჯერად მფრინავ ჰოლანდიელზე ყველა აფრა გახსნილია, აშვებულია და ისიც მიუხედავად იმისა, რომ ჰაერი არ იძვრის, ძალიან ძლიერი სისწრაფით მიემართება ჯუბილესკენ და ორივე მეზღვაური, რომლებიც ამ ყველაფერს უყურებენ სათვალთვალო კოშკურიდან, ამბავს ატეხავენ, რომ ყვირილი და განგაშის ხმარ გვეჯახება გემი. ეკიპაჟს გონია, რომ ალბათ გერმანელების გემია, მაგრამ გამოცივდებიან და ხედავენ, რომ მათგან ძველი ჩამოძონძილი გემი მოდის, რა თქმა უნდა, ფრიალებს ჰოლანდიის დროშა დაძონძილი და წინ ცხვირზე დგას ჩონჩხად ქცეული კაპიტანი. უძველესი გემი უახლოვდება ჯუბილეს და ისიც უნდა შეეჯახოს, რომ ჰაერში ფრინდება, გადაუფრენს გემს და გაქრება ჰორიზონტს მიღმა. რამდენიმე წუთში ჯუბილე ეჯახება ნაღვზს და ფეთქდება. საბედნიეროდ იგი არ იძირება, მოასწრებს კეიპტაუნის პორტში შესვლას და შემდეგ დაადგენენ, რომ სხვაშორის გერმანელების ნაღმი კი არ არის, არამედ თვითონ ბრიტანელების დაგდებული ნაღმი იყო და მასზე აფეთქდება ეს გემი. მოუსვენარ ჰოლანდიელთან ბოლო შეხვედრა მოხდა 1959 წელს და ბედის ირონიით ეს გახლდათ ჰოლანდიური, უпроსტად კი ფრიზიული გემი სტრატ მაგელჰაიმი. გახსოვთ ხო, ფინკი ფრიზიელი გახლდათ ეს პირველი კაპიტანი, რომელიც მფრინავი ჰოლანდიელის კაპიტნად მოიაზრება. როგორც გემის მეზღვაურები ყვებიან, ჩრდილოეთის ზღვაში ისინი კიბორჩხალებს რეწავდნენ და დილის 11 საათზე მარჯვენა ბორტიდან მათ დაინახეს შავი გემი, რომელიც ძალიან სწრაფად უახლოვდებოდა და ეს გემი იყო აშკარად ძალიან ძველი, იმიტომ რომ აფროსანი იყო და ჩამოძონძილი იყო ეს აფრები. კაპიტნის ადგილას იდგა ჩონჩხი, რომელიც ჩაბღაუჭებული იყო გემის საჭეს. გემი მთელი სისწრაფით უახლოვდება მაგელჰაიმს და ისიც არის უნდა დაეტაკოს, რომ ისევე როგორც წინა შემთხვევაში იგი ჰაერში აფრინდა და ზეცაში გაუჩინარდა. 3 საათის შემდეგ მაგელჰაიმზე ორივე ძრავი გამოვიდა წყობრიდან და რომ არა სანაპირო დაცვის დახმარება, ალბათ ისინიც მფრინავ ჰოლანდიელებად გადაიქცეოდნენ. ამის შემდეგ იდუმალი და ეშმაკს მინდობილი ხომალდი აღარავის უნახავს. იმედია ფრინგმა და მისმა ეკიპაჟმა დაიმსახურა პატიება, თუმცა მაინც როცა გემით კრუიზში წახვალთ, თქვენი მობილურის ვიდეო მაინც მომზადებული გქონდეთ და ჩართული გქონდეთ, ვინ იცის იქნებ გადააწყდეთ მფრინავ ჰოლანდიელს, გადაიღოთ იგი და შემდეგ TikTok-ში დადოთ და დიდი პოპულარობაც მოიპოვოთ. მაშასე მფრინავი ჰოლანდიელი დღეისათვის ყველაზე საინტერესო და ყველაზე ესეთ პოპულარული ლეგენდა არის და მისი ისტორიის მოტივებზე სხვათა შორის ბევრი ნაწარმოებია შექმნილი, მათ შორის რიხარდ ვაგნერს აქვს დაწერილი საკმაოდ მძიმე ოპერა, რომელსაც ასევე ჰქვია მფრინავი ჰოლანდიელი. მე-19 საუკუნეში იბეჭდებოდა უამრავი ნოველები, მოთხრობები, შემდეგ მე-20 საუკუნეში უკვე ფილმებში ფიგურირებდა და მაგალითად იგივე კარიბის ზღვის მეკობრეებში, სამივე სერიაში თვითონ ეს მფრინავი ჰოლანდიელი მოგეხსენებათ ერთ-ერთი წამყვანი პერსონაჟია. მფრინავი ჰოლანდიელის მშობლიურ ქალაქად ითვლება, უпроსტად აი ამ კაპიტნის მშობლიურ ქალაქად ითვლება ნიდერლანდების სამეფოს პატარა დასახლებული პუნქტი, ზღვისპირა ქალაქი ტერნეზენი. და რატომ ინგლისელმა სამხედრო ოფიცერმა და პოეტმა ფრედერიკ მარიარტიმ 1839 წელს დაწერა პოემა ხომალდი მოჩვენება, რომელიც ძალიან პოპულარული გახდა სწორედ გერმანულ ენოვან ქვეყნებში და არა ინგლისურ ენოვანებში. და ამ მოთხრობილი არის ჰოლანდიელი კაპიტნის ვანდერ დეკენის შესახებ, რომელმაც სული ეშმაკს მიყიდა, როგორც გახსოვთ, იმის აფასურად, რომ კეთილი იმედის კონცხი სწრაფად გაევლო. ამის შესახებ გაიგო მომაკვდავი დედისგან ვანდერ დეკენის შვილმა ფილიპმა, იგი გაემგზავრა მამის საძებნელად, იპოვა იგი, მიუტანა მას დედისგან გამოტანებული
რელიკვია, ვანდერდეკენი როგორც იქნა გარდაიცვალა, მაგრამ გარდაიცვალა ფილიპიც და მამადაშვილი ერთად გაემგზავრნენ 60-ისკენ. მოკლედ ასეთი ისტორია დაწერა, ასეთი პოემა დაწერა მორიატიმ და სწორედ იქ იყო ნახსენები ქალაქი ტერნეზენი და პოემად ტერნეზენს კი შემოსავლის ძალიან კარგი წყარო გაუჩნდა. იგი წარმატებით იყენებს მას ტურისტული მიზნებით და ფლიგენდერ ჰოლენდერის ლეგენდა, რა თქმა უნდა, ამ პატარა ქალაქს ძალიან კარგ შემოსავალს აძლევს. სხვადასხვა საქართველოს ისტორიის, უახლესი ისტორიის ფურცლები ძალიან მჭიდროდ არის დაკავშირებული ქალაქ ტერნეზენთან და თუ როგორ და რანაირად თქვენ თვითონ მოძებნეთ და კომენტარებში დამიწერეთ. ოკეანე რომ უამრავ საიდუმლოს ინახავს და მეცნიერებს მარსიდან მთვარე უკეთ აქვთ შესწავლილი ვიდრე მისი ფსკერი, ეს ცნობილი ფაქტია და ასევე იდუმალებითაა მოცული ნაოსნობის ისტორიაც, გემების დაღუპვა, შემდეგ მათი მისტიური გამოჩენა. ხშირად ასეთი მოვლენების რაციონალური ახსნა ძალიან რთულია იმ ადამიანებისთვისაც კი, როგორებსაც მე ვეკუთვნი, რომლებიც კრიტიკულად აზროვნებენ და მანდ-ამაინც ყველაფერში მისტიკას და რაღაცას ასწავლებს არ ხედავენ. ამიტომ ძალიან დიდ ინტერესს იწვევს იგივე თქვა მე-16 საუკუნიდან 21 საუკუნამდე დაკარგული და შემდეგ კი უკვე თავიდან გამოჩენილი ისეთი გემების ისტორიები, როგორიც არის მაგალითად სიბერდი, ები ჰარტი, ფრეია, მარია ცელესტა, ვალენსია, კეროლ დირინგი, ჰოლანდიური ორანგ მედანი. ესენი მართლაც საოცარი და ხშირად ამოუხსნელი, უფრო ხშირად კიდევ შიშის ზარის დამცემი ისტორიებია. კრეისერ მოსკვა გახსოვთ, ხომ? აი უკრაინელმა მესაზღვრეებმა კუნძულ ზმეინის რო იცავდნენ, ხოი რო გაუშვეს და დღეს რომ კიბორჩხალებს ყვებავს ზღვის ფსკერზე. მასაც გადახდენია ერთი ძალიან საინტერესო ისტორია თავს და ყველაფერი ამის შესახებ მე მომავალ ვიდეოში გიამბობთ, ასე რომ შორს არ წახვიდეთ, არ გადართოთ, დარჩით ჩემს არხზე, გადააზიარეთ იგი სხვადასხვა სოციალურ ქსელებში, რათა მეტმა ადამიანმა გაიგოს არხის არსებობა. მე კი დღეს ამით დავამთავრე ჩემი ვიდეო. მშვიდობიან კვირას გისურვებთ. ნახვამდის.